მანამდე კი დღის პოლიტიკური ამბები სად რა თანამდებობებზე არიან დღეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტატუსი დაკითხული მელნიკოვის საყაია დონაძე და სანოძე და რამდენი აქვს მათ ხელფასი ამ შეკითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში დღეს განცხადება შევიდა მას ხელს თანასწორობის ინსტიტუტი აწერს დაახლოებით საათნახევრის წინ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ინსტიტუტის 3 წევრს რომლებიც მაშინ დააპატიმრეს როცა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და შემდეგ პროკურატურასთან აქციას მართავდნენ პირდაპირ ეთერში ვrთავთ ლაშა ჩხარტიშვილს და ვიდრე მე მას დავუსვავ პირველ შეკითხვას რატომ შევიდა ამ შეკითხვით განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში რა ინფორმაციას ფლობენ ისინი სად იმყოფებიან ყოფილი მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროსი მანამდე მოდით ერთად მოვისმინოთ გადაწყვეტილება რომელიც სასამართლომ გამოიტანა 3 წევრის თანასწორობის 3 წევრის დაპატიმრების თაობაზე დავით ემურიძე დალაქიშვილის შეერპარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 25 დღით. ჯავახ არიევიძე ჭიშკარიას შეერპარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 25 დღით. ლეონ გოგიჩაიშვილის შეერპარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 25 დღით. დავით დალაქიშვილის ჯავახ ჭიშკარიას ლეონ გოგიჩაიშვილის პატიმრობის შესაძლებლად დაიწყო დაკავების მომენტიდან. ეს არის სირცული, ეს მოსამართლე არის პროკურატურის მონა. მე გამოვარ, დავაგზავნებ დაია მუჭიფარი ადამიანების მას ასე პირდაპირ ეთერში ლაშა ჩხარტიშვილია ლაშა რა მოხდა რატომ დააპატიმრეს თქვენი მეგობრები თქვენი კოლეგები მოგესალმებით ქალბატონებია მივესალმებით ჩვენ მაყურებლებს სამწუხაროდ ხმაურია ამით ახლა გავამბარე ხელის აი ესეთი უცნაური საკითხ დაკავებას მომიწევს რომ თქვენი ხმა დავიგო მინდა გითხრათ რომ ეს იყო თასი არა უშავს უფრო მეტი უცნაურობის მომსწრე შეიძლება გახდეთ ძალიან ბევრჯერ რა თქმა უნდა ეს ობიექტური მიზეზებზე გავამბარია უბრალოდ მინდა გითხრათ რომ თანასწორობის ინსტიტუტის მიმართ ხელისუფლება აწარმოებს პერმანენტულ დევნის კამპანიას რაც გამოწვეულია იმით რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს არ უნდა არსებობდნენ ადამიანები სამოქალაქო საზოგადოება და მისი ნაწილი თანასწორობის ინსტიტუტი რომლებიც ისაუბრებენ მათ დანაშაულებებზე რომლებიც დაუგროვდნენ უამრავი მათ შორის სანდრო გირგვლიანის ბუტა რობაქიძის და არაერთი სხვა ადამიანის კოლობაა რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ადამიანის სოციალური არის უმთავრესობა ჩვენ სოფლიოში მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ესე არ თვლის და ისინი მკვლელებს არათუ ჟიან არამედ ჩვენი ინფორმაციით მკვლელები აგრძელებენ თავის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში მკვლელების თარველები და მკვლელობის დამკვეთები იგივე ახალაია მელნიკოვი დონაძე მიქაძე და სხვები არიან დღემდე ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციონირებაში ეს კიდევ რა რითი ადასტურებთ ამას უკაცრავად მოდით დავაკონკრეტოთ ლაშა ისინი თავის დროზე თანამდებობიდან იქნენ გადამდგარნი გაშვებული პირდაპირ ვთქვათ აი დღეს როდესაც თქვენ შეიტანეთ ეს განცხადება ჩვენ დაგვაინტერესა სწორედ აი ამ ფორმულირებამ კითხვისამ სად არიან ეს ადამიანები და რა ხელფასს იღებენ ისინი რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ანუ ისინი კვლავ აღადგინეს ძველ თანამდებობებზე ისინი კვლავ იღებენ იგივე თანამდებობებზე ხელფასს თუ რა ხდება საქმე შემდგომშია მე უბრალოდ შემას დავასრულებ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენზე ძალადობა და საერთოდ თავისუფლაზე ძალადობა იმას რომ ხელისუფლებას ცდილობს ჩაახშოს საზოგადოება და საბოლოოდ ჩამოყალიბოს ტოტალიტარული რეჟიმი. რაც შეეხება ამ პირებს, მათი ნაწილი ოფიციალურად რა თქმა უნდა თანამდებობაზე არ არის, მაგრამ ისინი აწარმოებენ იმ საქმიანობას, რომლითაც იყვნენ ადრე დაკავებული. არსებობს ინფორმაცია, რომ გურამ დონაძე დღემდე ახორციელებს გადაცემა TV პატრულის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობას, რაც ყოველდღე დაუშვებელია თვითონ TV პატრულთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანის შემლახავი გადაცემა თავისი არსით, იმიტომ რომ ირღვევა უდანაშაულის პრეზუმპცია და სხვა მრავალი პრობლემაა აქვს ამ გადაცემას, მაგრამ დონაძე რომ ახორციელებს ამ საქმიანობას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ დონაძის, ახალაიას, მიქაძის და სხვათა ადგილი არის ციხეში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. ისინი ამ სტრუქტურაში იმიტომ საქმიანობენ დღემდე, რომ ხელისუფლება როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება, ცდილობს სამართალდამცავების სახით და ხელით გააკეთოს ზეწოლა საზოგადოებაზე და ისინი საკუთარი პოლიტიკური რეჟიმის განხილვებისათვის გამოიყენონ და არა რეალურად კრიმინალთან ბრძოლისათვის. იმიტომ რომ არ შეიძლება იმ სტრუქტურაში, რომლის ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს კრიმინალთან ბრძოლა, საკურობდნენ მაღალ თანამდებობებზე და ასრულებდნენ ამოვალეობას კრიმინალები, კოლობის დამკვეთები და მათი ფარველები. ლაშა ერთი კი პირას რაც შეეხება ერთი რამის მინდა მიქაძე, რომელიც აშკარად იყო ჩართული ბუტა რობაქიძის კოლობის გარემოებებთან დაკავშირებულ ფალსიფიკაციაში, ჩვენი ინფორმაციით დღემდე კადრებს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს უკვე ოფიციალურად. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფილიან ეს პირები თუ არა, ისინი აქტიურად
ფაქტობრივად ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან დანაყოფებს. შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისათვის. ერთი რამის თქმა მინდა, უბრალოდ ჩვენთან ანგარიშტორებასთან დაკავშირებით. საავადმყოფოს ინსტიტუტი ცდილობს დაიცვას საზოგადოების როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკოლოგიური უფლებები. დღეს ჩვენ პარალელურად ორგანიზებას ვახორციელებთ, ერთის მხრივ აქცია ხორციელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსთან პოლიტიკური პატიმრების არსებობის გამო და კვლევების დაჟის მოთხოვნით, ხოლო მეორეს მხრივ მე პირადად ვესწრებოდი პარალელურად პროცესს, სადაც იხილებოდა იპოდრომის უკანონო გასხვისების საკითხი, რომელიც საფრთხეს უქმნის თბილისის მოსახლეობის ეკოლოგიურ მდგომარეობას და მათ ჯანმრთელობას. ჩვენ ვცდილობთ ყველა მეთოდი გამოვიყენოთ ბრძოლისა უკანონობასთან და ყველა მეთოდმა მოვინდომოთ, რა თქმა უნდა, კანონიერების ბრძოლის ფარგლებში, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ და საქართველოში საბოლოო ჯამოწყალდეს სამართლებრივი სახელმწიფო პოლიციური რეჟიმის ვადია, რომელიც ერთი კითხვა მინდა დაგისვა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით. სასამართლომ 25 დღიანი პატიმრობა, ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა. რა იქნა დასახელებული მთავარ მიზეზად? ანუ რატომ დააპატიმრეს თქვენი კოლეგები? ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან მიმართებაში როგორც ადრეულ ეტაპზე ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა მონა ჯალათების, მე ესე უწოდებდი, ბანიტური დაჯგუფების წევრების, რომლებსაც სამწუხაროდ ხშირად გვევლინებიან სამართალდამცავები, ჩვენებები, ყალბი ჩვენებები, რომლებსაც თქვენსო თითქოს და ჩვენმა ორგანიზაციის წევრებმა მოახდინეს ბლოკირება პროკურატურის შესასვლელის, რაც რა თქმა უნდა რეალობას არ შეესაბამება და სხვა უკანონო და უსამართლო ასე ვთქვათ ვალდებებსაც ჰქონდა ადგილი. ახალი არ არის, სამწუხაროდ არაერთხელ დაუპატიმრებული ვართ, მათ შორის მეც მანდატურების პოლიციელების შვედების დაკნომაზე, მაშინ როცა არსებობს უამრავი ჩანაწერი, უამრავი სხვა მოწმე და თელმა საზოგადოებამ ნახა თუ რა მოხდა დღეს რეალურად პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა სამართლიანი პროტესტი გამოხატეს პოლიტიკური პატიმრების არსებობის გამო, ასევე ადამიანის უფლებების სხვა შევახვის ფაქტების გამო და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგები დღემდე არ არიან დაჟილი. ეს ფორმა იყო აბსოლუტურად კანონიერი, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის დღემდე ანგარიში. თუმცა ამას მოყვა სწორედ თქვენი კოლეგების დაპატიმრება. ასფალტზე მშვიდობიანი მოწოდებების წერა ნამდვილად გაწარმოებს კანონის დარღვევას. ძალიან დიდი მადლობა ვაშა, მასზე 25 დღიანი პატიმრობა, ესაა ის გადაწყვეტილება, რომელიც სამწევს თანასწორობის ინსტიტუტისაც გამოუტანა დღეს სასამართლომ. თუ შეიძლება დავამატებ, ერთ სიტყვას დავამატებ, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც აქამდე გვაპატიმრებდნენ, ეს გრძელდება და შეიძლება უფრო წვავი ფორმების მიიღოს, მაგრამ რა თქმა უნდა, არც თანასწორობის ინსტიტუტი არ შეუშინდება ამას და გააგრძელებს კამპანიას ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლებრივი რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში და ჩვენ ხვალიდანვე დავიწყეთ უფრო აქტიურ კამპანიას, როგორც ჩვენი მეგობრების დასაცავად, ასევე სხვა ადამიანის უფლებების დასაცავად, რომლებიც მასიურად ირღვევა დღესდღეობით საქართველოში. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ვაშა ჩხარტიშვილი, მასზე ცნობილი